ბავშვებო, მაღაზია გაქურდეს და ქურდი გაიქცა. აუ, წამო გავეკიდოთ და დავეწევი. იცი რა სწრაფად დავრბივარ? აუ, ასო რა დებილი ხარ რა? შენ გიჩვენია სკვინტლებს დაანებო თავი, თორე ის პოლიციელი დაგიჭერს. თან ჩვენსკენ მოდის. ბავშვებო, პოლიციის ოფიცერი ნიჟარაძე. აქ თამაშობდით ხო თქვენ? მაღაზიიდან ხარ დაგინახეთ ვინმე გამოქცეული. დიახ, და ქალი იყო ზუსტად ვიცი. ეგრე გარბის ხომ დედაჩემიც გაზიდარო საჭმელი გადმოუახალმე. კი, ქალი იყო. შავები ეცვა და თმა ქონდა მოკლედ ჩეჭრილი. იქით წავიდა. უკაცრავად 308 ნომერი თუ ჩამოივლის აქ. დიახ, აქ ჩამოივლის 3 წუთში. ვაიმე, ქალბატონო ხდება კაცოლის სისხლის სამართლის კოდექსის 177 მოკლის პირველი ნაწილის მიხედვით რაც ქურდობას გულისხმობს. რა ქურდობა კაცო, აქ ვცხოვრობ. მე და გაჩერებაზე ჩამოვედი 2 წუთის წინ. საყიდლებზე მივდივარ. თქვენ გაქვთ უმილის უფლება და სიტყვით შესვლა გამოყენებული იქნას თქვენ წინააღმდეგ სასამართლოში. რა სასამართლო კაცო? არაფერი არ დამეშავებია. ბაჭუკი ეს წაიყვანი რა ყოფილებაში და მოვალმეც მალე რა. ბავშვებო, დავიჭირეთ, ჯიგრები ხართ. წავედი მე ბავშვებო სახლში, დედაჩემს მოუყვები. დღეს არის ჩემი დაბადების დღე და კლასელი გოგოები უნდა დამადგნენ სახლში. კი ბატონო, მოვიდნენ, მე მიყვარს კაცო სტუმრები. ოღონდის ვარდის ლიქიორი არ გამოიტანო იცოდე. ანასტასია, მოვედით, გილოცა, ვეცე ჩუქარი მე გახსენი ხო გვიან? აუ, ანასტასიის ტორტი კი ვიყიდეთ, მაგრამ მაღაზიაში შეხვდა თეკლა გურგენიძე და აგვეკიდა. აგერ მოდის, ჩემბრალერ არის მართლა გეუბნები. ანასტასია გილოცა, საჩუქარი ვერ მოგიტანი, მაგრამ ტორტის წარწერა მე მოვიფიქრე. ნახე? გესლი კლაუს. ძალიან მაგარია. გოგოებო, მობრძანით სუფრასთან უკვე რა. ვაიმე, ეს ვარდის ლიქიორი ვინ გამოიტანა, კაცო? აუ, ძალიან მაგარი ოლივია ინგადეიდა. თქვენ გააკეთეთ ხა? არა, ანასტასიამ გააკეთა რა. შენ გაგიმარჯოს ამ ჭიქიტას. აუ, რა გრადუსიანია? აუ, ლანა, გამოიტანე რა მიდი ტორტი ჩააქროს ბარემ. ტორტს ვაქრობთ. ოღონდ სურვილი ჩაიფიქრე იცოდე. ჩავიფიქრე. აუ, მე მგონი ალერგია მომცა ამ სასმელმა. ვეღარ ვსუნთქავ. რა? ვაიმე, ჩემი ვარდის ლიქიორი. აუ, თეკლა იგუდება, ვინმეს დაურეკეთ. როგორ მალე ხდება სურვილები? იმინა ზომბი ვარ. თელი დღე მინდა რომ საწოლში ვიკოტრიალო. ენერგიის ნატამალი აღარ შემრჩა. აუ, თან ძალიან ცხელად. ეხლა რომ წავიდე სახლში, მგონია რომ გზაში დავეცემი. აუ, ბაზარია რა. მიდი მაცივარში ორი ვიბარეკავერი დევს და მოიტანე. ვივაკი არა ყავა მინდა ხე 1-4 ჭიქა, ცოტა გავგრილდე და მოვიხოდო. ვირა ყავა გოგო, ვივა მოიტანე მეთქი. ენერგიას მოგცემს და მოგხოდავს. თან სპეციალურად ჩავაცე გუში რომ უკეთესი გემოქონდეს. გუშინდელი დღე გახსოვს? ასე მგონია რომ რაღაცა მოხდა და ვერ ვიხსენებ. აუ, ამას მეც კი დავვლევ. რა? თეკლა გურგენიზისთვის რები მაქვს მიწერილი. თეკ ყველაფერი წარსულს გავატანოთ მიყვარხარ გუში. ხადაო? სულ არ მეკვირს მე ეგ მესიჯები. რა ჩინა თეკლამ გუშინ შალახო იცეკვეთ ღამე რა ვიცი. შვენიერი გოგოა ყველა ერჩით. ხვდები ახლა რას ამბობ? როდის ვიცეკო შალახო? ხო, შენ შეიძლება აღარ გახსოვს, მაგრამ მე ჩემი თვალით დავინახე ყველაფერი. იატაკიდან რო იღებდი ჭიქებს, რა გეგონა ვერ გავიგე. კი ბატონო, ის ჭიქა გადადა აღარ დავეძებ. დაიხედე ახლა შარვალზე. აუ, გამოგლიჯილია შარვალი პროსტა. მე-12 კლასელი გადმომხტარა აივნიდან გოგო, აბიტურიენტი. ვაიმე, რას ამბობ, მედიკო, სად წაიკითხე გოგო ეგ? სადა, რა ქვია კაცო? fakenews.com. ისეთები იწერება რომ გაგიჟდები. ყველაფერს კი არ უნდა დაუჯერო გოგო. ტყუილები იწერება იმდენი რომ რა ვიცი, უთვალავი. რა არის გოგო ტყუილი? აჰა, აგერ კიდე. ნორვეგიაში 82 წლის ქალბატონი ბატუტზე ხტომისას სალტოს გაკეთებას ემსხვერპლა. როგორ არ დავიჯერო, კაცო? კაი, ერთი მოეშვი ხლა მაქსაიც რა. მე კიდე იმაზე ვჯავრობ გოგო, რომ ჩემები არ ჭამენ არაფერს დილაობით საჭმელს. რაღა მოვიფიქრო უკვე აღარ ვიცი რა. კაი ხო.
გოგო, ჩემ ქმარს გავუკეთე დილით შვრის ფაფა, ხილი ჩაუჭერი, შიგნით ისე გემრიელად ჭამა, რომ აი რა ვიცი. ცადე შენც. უი რა კაი მითხარი გოგო ეგ, თან მაგ სახში შვრია ბლომად. ხო, ისეთი გემრიელია ხილით, რომ დაიმე არ გავგიჟდე ეხლა. შვრიაში მომწამლავი ნივთიერება აღმოაჩინესო, გოგო. თამაზის ვაჭამე დილით, წავედი კუჭი მაინც ამოვარეცხინო. დედა რა უცბად წამოხტები ხოლმე, გოგო, გაცილებას ვეღარ ვასწრებ. კაი, მიდი აბა შენიცი. ასე ყველაფერს დაჯერება როგორ შეიძლება, კაცო. ომარიკო, მოდი ერთ წუთი აქეთ. მიდი მან კარდაში დევს პარკით შვრია. ხო და გადაყარე, გაფუჭდებოდა ეგ უკვე. ხო, ხედავ ეხლა ტელევიზორში. დედა, სადაც ხარ, გოგო, მაგ გაგიწივდება ყველაფერი. ადექი ხლაბი დროზე. ანასტასია ტელევიზორში? გადაცემაში მიიწვიეს დე? და გადაცემაში მიიწვიეს, ბიჭო, აქციაზეა ვერ ხედავ. დედა, ეს ნორა არ არის? ანასტასია შუგნიშანთა გაიხედე. ნორა დგას? იმე ჟურნალისტი მეფარება კიდე ვერ ხედავ ვერაფერს. შეკიფარება პირდაპირ ეთერშია ჩართული. აუ ტელევიზორში გამოჩენა მეც მინდოდა. ის ბავშვიც ხო გამოჩნდა. და ნორმალური ხარ ბიჭო შენ? იმ ბავშვმა მე ევროვიზია მოიგო. გამოჩნდა. ხო, კაი, გაგითიშავ ეხლა. გიყურებ იცოდე დრონიდან. ხო, ჭკვიანად. დი ქართულში მაგ დასაწერი ეს და მიკარ ნახე. მომეცი. აიღე მიდი რვეული დაიწყე წერა. ბიჭმა გადაწყვიტა ქალაქში წამოსულიყო. დედა, ეს თეკლა არ არის? წასულიყო. დედა, ეს თეკლა არ არის? ანასტასია, თეკლა ამანდა გეძებს სავარაუდოდ. აი ტროტუარზე გადადი მარჯვნივ. შენგან მარჯვნივ, ჩემგან მარცხნივ, რა ვიცი. ჩემგან მარცხნივ, რა ვიცი. მაღლა აიხედე. ხო, მთავარი არხის დრონია და მანდან გიყურებ. კუდი წამოიფარე. შენ დავწერე ჩავალაგებ ეხლა ჩანთას. დედა, სულ ეგ იყო? ავი 4 სიტყვა. ჩავალაგე მიდი ხო რა ვიცი. მოვიდი, აუ ძალიან მიძინება, მთელი ღამე გავათინით. სად მიდიხარ შენ? აქციაზე. შენ რომ მოხვედი, ეხლა მეწავალ ჩაგენაცვლები. თან ახალი პალტო ჩავიცვი, ხო და თუ გამოვჭდი იქ ტელევიზორში გადამიღე ფოტო. აუ ჯეკოჩრედი შნეშეღებო. არ ვიცი ველოდები რაღაცა უარგი სინდრომი მომკიდა მე მგონი იმ ქალმა რა. რომ ნახავ უნდა უსაყვეტურო. მიდი რომ შაშედირივით არ იქნება. სტაფილოსფერი რო იყო კვეცხები. მორჩით ახლა დედა თქვენს კრიტიკასა. ჩათ მაღაზიაში დროჟი არის ამოსატანი. ბებორას ეცხობ. ხაჯა პონს გეცხობ ჩვენო. ჩვენ ზრახს ყანი ჩამოვიტანე და. აუ იმინე მაგრე გაესწორებს ხაჭაპურია. სუტყვილად გიხარია ქალბატონო. ეგ ხაჭაპურები არ გაიჭრება კვირამდე. ორი დღის მერე რაღაც გვინდა. გამხმარი ხაჭაპური. ინგა, როგორ ახართ? აი ეს დროჟი მომრჩა ზედმეტად და გამოგადგებათ. შენ გაიხარა შვილო. დროჟი მოკლდებოდა ხაჭაპურის ცომზე და. უი ხაჭაპურს აცხობთ. გაგისინჯავთ მაშინ დღეს. აუ ძალიან ჯიგარი ხარლია დიდა. აი მელია შენთან დარეკვას ვაპირებდი ეხლა. ერთი კარგი პასკის რეცეპტი უნდა ჩამაწერინა რა. კარგ პასკას უნდა ფქვილი, კვერცხი, პესოკი, ერთი პაკეტი მიხაკი და ერთი პაკეტი დანარჩენი. დანარჩენი რას ქვიალია? აი სულელი რო არის პაკეტში. დარიჩინი, ჩავიწერ მერე. ანესტესია ვერაფერი მიჭირავს ხელში. მწვანე იქნება უეჯველი. წითელია, ფუშინი. ეხლა დავამა. ეს თუკათები ვინ შეჭამა? ნახევარი კილოიდო აქ. ანესტესიამ შეჭამა მთელი პარკი. აუ, შპიონი ბოშხა. ხაჭაპურს თქვენ ეჭრით და. თუკათი მაინც ჯამო. ომარიკო იატაკზე ნუგორაობ, თორე წამოვდექი ეხლა. დევწუჭკიანი შორტები კიდე შეაგდეს არეცხ მანქანაში. დროზე.
რა გაბრეზებული ხარ ინგა? იმიტომ ხარ რომ დიდი თაბანოში წაიქეცი? ჯერ ეგერთი არ წავქცეულ ვარ წავბორძგდი და მეორეც კიდე კედელზე ვიყავ მიყუდებული და ჩაცუცქული. სარეცხი მანქანის ტრიალს ვუყურებდი. ეს ჭუჭყიანი შვეტი საწავიღო. მომეც შევაგდო სარეცხ მანქანაში. ან კიდე შეიაგდი ახლა შენ თვითონ დიდი ამბავი. ხო რა იყო ისწავლოს დისციპლინა. ნედა რას გიხსნი საერთოდ რა. ვაიმე, მარილი დავაპნიე ჩხუბი იცის. როდენ გჯეროდი შენ მაგ ცრუწმენების? არაფერი არის ცრუწმენა, ასეა ეს. ჩხუბი იცის მეთქი გეუბნები. ისევ შენი ჩხუბებ. თუ დამცახში სხვა არავინ არ ჩხუბობს ხოლმე. შეხედე მე გამომიყვანეს ახლა მოჩხუბარი რა. გეუბნები ოჯახში რომ მარილი დაიპნება, იცის ჩხუბი. შედი ახლა შენ და ხმა არ მოიღო. შენ კიდე შეიაგდე ეგ რა სარეცხ მანქანაში გაოხდა. უყურე ერთი ამათ რა მარტო მე ვჩხუბობ ესე იგი.